თქვენ დაკავებული ხართ გემრიელი კერძების მომზადების ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ დუმილის უფლება. წამოყევით. სახელი და გვარი. ლუკა ნაჭყებია. ხომ იცით რის გამო დაგაპატიმრეთ? იცი. აღიარებს დანაშაულს. რომ არა შეფი რა პროფესიის იქნებოდი? ინჟინერი. სულ პირველად რა საჭმელი მოამზადე და ვისთვის? კარტოფილი ჩემთვის. შემწვარი? შემწვარი. რა არის ერთი აუცილებელი თვისება, რაც შეფს უნდა კონდეს? ხომ ეს უყარება. იმიტომ რომ არასდროს არ ფთავრდება შემეცნებად და სწავლა კულინარიაში. შესაძლებელია თუ არა გახდე თვითნასწავლი პროფესიონალი შეფი? აბსოლუტურად. შენ თვითნასწავლი ხარ? ნახევრად. საქართველოში ეს პროფესია რამდენად დაფასებულია? მე დაფასებას ვზნობ, მაგრამ ბევრი ალბათ საკმარისად ვერ. ამ პროფესიით იშოვი თუ არა ფულს თუ მოინდომებ? სხვა პროფესიებით პირველად მარტივად იშოვე ვიდრე ამით. გითხარი ერთი დიდი შეცდომა, რაც კარიერის დასაწყისში დაუშვი. ზედმეტი თავდაჯერებულობა მქონდა თავიდან. წინს თუ არა, როცა შენი მომზადებული კერძი არ მოსწონთ? გააჩნია ვის და გააჩნია რა კერძი. და ვის განგწყენს? ამ ეტაპზე შვილისგან. მართალია თუ არა, რომ ამბობენ გულით მომზადებული კერძი უფრო გემრიელიაო? აბსოლუტურად, მაგიტოა რომ ყველაზე გემრიელი კერძი არის ოჯახის წევრების გაკეთებული. რას ეტყოდი მათ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და კულინარობა უნდა? თუ ძალიან დარწმუნებული არ ხარ შენ სიყვარულში ამ პროფესიის, გადაიფიქრე. თუად გადასეტანი პროფესია ობსესიური სიყვარულის გარეშე. კულინარიას ნიჭი სჭირდება თუ უბრალოდ სწორი ტექნიკა? სწორი ტექნიკაც საკმარისია, მაგრამ ნიჭი გადგება. რა არის ყველაზე სუდი კითხვა, რაც შენთვის როგორც შეფისთვის დაუსვამთ? ყველაზე კარგად რა კერძს აკეთებ? ახლა მოგცემთ 1 მილიონს, ოღონდ კერძი აღარასდროს უნდა მოამზადო და თან გაგათავისუფლებთ, გაწყობს? მილიარდიდან ფიქრს დავიწყებდი, მაგრამ მილიონზე გამორიცხულია.